მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს დიდი მარხვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეხება დიდი მარხვის მეოთხე კვირას, რომელიც აღნიშნავს წმინდა დიდი ღირსი მამის იოანეს სინელის ხსენებას, რომლის დროსაც აღინიშნება წმინდა დიდი ღირსი მამის იოანეს სინელის ხსენება. უნდა გავიხსენოთ თქვენიცით, რომ დიდი მარხვის პირველი კვირა ეთმობოდა მართლმადიდებლური ზეებს, რომელიც განსაკუთრებით სიმწვავით გამოხატავს წმენის სიწმინდის აუცილებლობას. მეორე კვირა გრიგოლ პალამის ხსენება იყო ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმთავრისა, რომელსაც უდიდესი აწლია გაწეული მართლმადიდებლური მოძღვრების დასაცავად მე-14 საუკუნეში და არის მაგალითი მთავრობისა და ასკეტური ცხოვრების შერწყმისა. მესამე კვირა თქვენ გახსოვთ ეძღვნებოდა წმინდა ჯვრის თაყვანიცემის კვირა, რომელიც როგორც ჩვენ აღნიშნეთ მაშინ წმინდა ეკლესიის მიერ დაწესებულია იმისათვის, რომ მორწმუნე ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენონ მაცხოვრის ჯვარს მის დროს აღსრულებული დიდი საიდუმლოს შესახებ და ასე იგი ჯვრის თაყვანიცემით გაძლიერდნენ სულიერ ცხოვრებაში, რომ ღირსეულად ჩაატარონ დიდი მარხვა. მეოთხე კვირა ეძღვნება წმინდა იოანეს სინელს, რომლის ხსენებაც ეკლესიის მიერ არის განსაკუთრებული მნიშვნელობით დაწესებული და ის გამომდინარეობს იმისაგან, რომ წმინდა იოანე სინელი, იგივე კიბის აღმწერელი იყო დიდი მოღვაწე მამა მე-6-მე-7 საუკუნისა, რომელიც დაიბადა მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში და აღესრულა მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში. იყო უდიდესი მოღვაწე, რომელიც არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, როგორი უნდა იყოს მოღვაწე ქრისტიანი, რომელიც სრულყოფის და ცხოვრების გზას შეუდგება. ერთი სიტყვით იოანეს სინელის მიერ დაწერილი წიგნი, კიბის აღწერა, იგივე კლემაქსი დააფიქრებს იმისათვის, რომ როგორ უნდა წარმართოს ყველა ადამიანმა თავისი სულიერი ცხოვრება. უნდა აღინიშნოს, რომ იოანეს სინელის ცხოვრება დაწერილია დანიელ რაიფელის მიერ. რაიფის უდაბნო მდებარეობს სინის უდაბნოსთან ახლოს და ის თითქმის თანამედროვეა იოანეს სინელისა და მისი ცხოვრებას, როგორც წესი, აღწერს მისი გარდაცვალებიდან რამოდენიმე ხნის შემდგომ. ამასთან ერთად აღინიშნოს ისიც, რომ თვითონ დანიელ რაიფელი წერს, რომ ზუსტი ცნობები არ აქვს იმისათვის, თუ სადან იყო წარმოშობით წმინდა იოანეს სინელი. არსებობს სხვა ვარაუდებიც, სხვა მოსაზრებაც, რომ ის იყო კონსტანტინოპოლიდან, ქსენოფონტესა და მარიამის შვილი. ეს ორი წმინდა ღირსი დედა და მამა ეს მოხსენიება არის 26 იანვარს ძველი სტილით. არ არის ზუსტი ცნობა, მაგრამ არის ვარაუდი, რომ ეს იყო მათი შვილი. ეს გამომდინარეობს იმიდანაც ეს ვარაუდი ეყრდნობა გარდამოცემას, ერთ-ერთ გარდამოცემას იოანეს სინელის სულიერი შვილისას და ამის ვარაუდი მომდინარეობს იმიდანაც, რომ მისი მაღალი განათლების დონე, საერო, სასულიერო წიგნების ცოდნა, განათლების დონე, რაც იგრძნობა მის ძალიან ძვირფას წიგნში კიბის სათნოების კიბის აღწერა, რომელიც აღწერს 30 სათნოების კიბეს, იმ დონისა და იმ სიმაღლისა და იმ სიღრმის, რომ სავარაუდოა, რომ ის უნდა ყოფილიყო წარჩინებული ოჯახის შვილი, რომ ქონოდა მას ასეთი დიდი ცოდნა, რომ საღვთისმეტყველო ჯელობაც წარემართა ყველასათვის თითქმის გასაგებ ენაზე, რამე თუ ის თავისუფლად ფლობს როგორც საერო, ისე საღვთისმეტყველო ტერმინებს. როგორც ვარაუდებენ, არის ასეთი ცნობა, რომ ქსენოფონტემ და მარიამა მისი ორი შვილი, იოანე და არკადი, გაუშვეს სასწავლებლად იმ დროისათვის დღევანდელ ბეირუთში, იმდროინდელი სირიის ერთ-ერთ ქალაქში, რომელიც განთქმული იყო თავისი განათლების მაღალი დონით და როდესაც ბიჭები, ძმები მოგზაურობდნენ,
ერთ როცა ჯერ კიდევ ისინი სწავლობდნენ ბეირუთში, ერთხელ მამის ძალიან მძიმე ავადმყოფობის გამო ისინი დაბრუნდნენ სახლში მამის მოსანახულებად და როდესაც ბევრუნდებოდნენ უკან სირიაში, მოხდა ღელვა ხმელთაშუა ზღვის გადალახვით უწევდათ მათ დაბრუნება სირიაში, მოხდა დიდი ღელვა ზღვაზე, მათი გემი ჩაიძირა, ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ, ნანგრევებიც, ესე იგი, და ნაფოტები ზღვამ გამოიტანა პალესტინის სანაპიროზე. სავარაუდოა, რომ მათ აი ამ დიდი განსაცდელის შემდგომ მიცეს აღთქმა ღმერთს, რომ ისინი შეუდგებოდნენ ასკეტურ და ბევრულ ცხოვრებას. როგორც დანიელ რაიფელი ამბობს, ისინი არც იცოდნენ მათ ჯერ კიდევ ერთმანეთის გადარჩენის შესახებ, ისინი დამოუკიდებლად შეუდგნენ ამ გზას. არკადიმ შეიცვალა სახელი, ბერად აღკვეცის შემდგომ დაეწოდა გიორგი, ხოლო იოანე დარჩა თავისივე სახელით იოანეთი. და შემდგომ როცა ისინი ბერები იყვნენ აღკვეცილები, მოღვაწენი, მერე შეხვდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ მონასტერში. რამაც უდიდესი სიხაული გამოიწვია და ისინი შეხვდნენ არა მარტო ერთმანეთს, არამედ თავიანთ მშობლებსაც, რომლებიც როგორც გადმოგცემს მეტი ცხოვრების აღწერელი, თვითონაც აღიკვეცნენ მონაზვნებად და თავიანთი ცხოვრება დაამთავრეს მონასტერში. უნდა აღინიშნოს, რომ თავიდანვე იოანეს სინელის დიდი თავისი განსაკუთრებული მოღვაწეობის შესახებ აღწერილია მის ცხოვრებაში. მისი მოძღვარი იყო მარტირიუსი, სინის მთის მოღვაწე ბერი. იუსტინიანე პირველამდე, ესე იგი, სინას მთაზე რამე დიდი მონასტერი არ არსებობდა. პირველი დიდი მონასტერი შენდება სინას მთაზე 557 წელს მხოლოდ. მანამდე იყო პატარა, ესე იგი, თემები მონაზვნებისა. ეს უდაბნო თვითონ ნახევარკუნძული სინასი არის ძალიან უდაბური და ძალიან ცხელი, ძალიან აუტანელი ცხოვრებისათვის. თვითონ როგორც მოგზაურები და ამბობენ, მაშინდელ დროშიც და ეხლაც თითქმის ცხოველებიც კი არჩებიან დიდი ხნით ამ ადგილზე საცხოვრებლად და წყლის ასეთი უდაბური ადგილი შეიძლება ითქვას, ასეთი უსიცოცხლო ადგილი შეიძლება ითქვას ძალიან ძნელად მოსაძნებელია იმ გარემო ახლო და ამიტომაც თულიც იყო ბერებისათვის და არახელსაყრელი მათი სულიერი მოღვაწეობისათვის. ძალიან ხელსაყრელი იყო განდეგილური ცხოვრებისათვის და კაცრი სულიერი მოღვაწეობის მოსურნეთათვის. და როგორც აღნიშნეთ, ეს ადგილი უძველესი დროიდან მესამე-მეოთხე საუკუნეებიდან იზიდავდა ყველა მორწმუნე ადამიანს, ვისაც მონაზვნური ცხოვრების აღთქმა უნდა დაედო. როგორც ვარაუდობენ, მანამდეც ბევრი ქრისტიანის თავშესაფარ ადგილად იყო, რამე თუ დევნა იყო, ვიცით მეოთხე საუკუნემდე ქრისტიანებისა და ბევრი დევნილი აფარებდა ამ უდაბნოებს თავს. გარდა ამისა, ყველაზე უფრო მეტად, რა თქმა უნდა, ამ ადგილებს, ესე იგი, ძალიან დიდი მომხიბლელობას ამ ადგილს აძლევდა ის, რომ ეს იყო უდიდეს გამოცხადებასთან ძველი აღთქმისა დაკავშირებული მოსე წინასწარმეტყველთან, რომელმაც იცით, რომ სინას მთაზე მიიღო 10 მცნეება რჯული უფლისა და ამიტომაც ეს ადგილი ბევრი სულიერი მოღვაწისათვის იყო რაღაც განსაკუთრებული სულieში დაგონების წყარო. ამიტომაც დღესაც მნახველებს როგორც ყველა მომლოცველი ამ ადგილისა აღნიშნავს, ეს არის ნამდვილად რაღაც სულიერების და მისტიურობის განსაკუთრებული, ყველაზე უფრო მიწიურ ადამიანსაც კი შეარყევს თურმე სულიერად და გამოაფხიზლებს იმდენად აშკარა იქ ღმერთის არსებობის და ღვთაებრიობის, ესე იგი, ელფერი ამ სინას მთაზე და სინას ნახევარკუნძულზე. ამიტომაც მრავალი საუკუნეების განმავლობაში ამ მთის თვითონ სულიერი ავტორიტეტიდან გამომდინარე ყოველთვის იყო მომლოცველთა დიდი, ესე იგი, ინტერესისა და თაყვანიცემის საგანი. როდესაც წმინდა მარტირიუსმა თავისი ახლად აღკვეცილი 16 წლის სულიერი შვილი იოანე პირველად აიყვანა სინას მთაზე, იმ დროისათვის ცნობილ უდიდეს მოღვაწე ანასტასე სინელთან მან წინასწარმეტყველა, რომ
ეს არ იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომ ის იქნებოდა მომავალი მამასახლისის წინასწარმეტყველისა. გარდა ამისა, ამ წინასწარმეტყველებას დაემატა სხვა წინასწარმეტყველებებიც იოანეს სინელზე, რომელიც თამდავლურად ღებულობდა ამას და ესე იგი მისთვის ეს არ გამხდარა სიამაყისა და ცუდმედიდობის მიზეზი. ერთ-ერთი ბერმა იოან საბათელმა მღვდელმთავარმა ფეხიც კი დაბანა წმინდა მარტირიუსს თავის სულიერ შვილთან ერთად და მისი მორჩილი, როგორც დანიელ რაიფელი აღნიშნავს, დაბკოლდა ამის შემხედვარე, მას არ ეკუთვნოდა, რომ მორჩილისათვის დაებანა ფეხი. მაგრამ მან უთხრა, რომ შენ არ დაბკოლდე ამის გამო, რამე თუ მე დავბანე მომავალი სინასწრის მამასახლის ფეხი. და ამით ესე იგი განამტკიცა ის თავის აზრში, რომ ეს იყო ნამდვილად განსაკუთრებული მოღვაწე. 19 წელი იყო წმინდა იოანეს სინელი თავისი მოძღვრის მორჩილი და მისი აღსრულების შემდგომ გადაწყვიტა, რომ მეუდაბნოებოდა მეტი მემკვიდრეული ცხოვრებისათვის მიემართა. და თითქმის როგორც დანიელ რაიფელი აღნიშნავს, თითქმის 40 წელი ის მოღვაწეობდა უდაბნოში განმარტოებით და მხოლოდ განსაკუთრებულ დიდ დღესასწაულზე მოდიოდა ტაძარში ძმებთან ერთად, რომ აღენიშნა დღესასწაული და მიეღო წმინდა ზიარება. როგორც დანიელ რაიფელი ამბობს, ძალიან საიდუმლოებებით არისო მოცულიო მისი այս 40 წლიანი მოღვაწეობა. იმიტომ რომ თვითონ როგორც სულიერ მოღვაწეს შეეფერებოდა, თავის ცხოვრებაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. და ამიტომაც მისი მოღვაწეობის ეს სიმძიმეები თვითონ არ არის ცნობილი, მაგრამ დანიელ რაიფელი ამბობს, რომ პატარაშიც შეიძლებაო, რომ დიდი დაინახოს ადამიანმა. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ მისი ცხოვრების განსაკუთრებული რაღაც დეტალებიო მოღვაწეობის ცხოვრებიდან ისეთი ამბები, რომელთაც შეიძლება ვიმჯელოთ, რომ რა დიდი მოღვაწე, რა დიდი მამა იყო ეს წმინდა ადამიანია. და მას მოყავს რამოდენიმე მაგალითი, რომელიც მე ვფიქრობ, თქვენთვისაც იქნება საინტერესო, მე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით რამოდენიმე მათგან. პირველი მინდა აღვნიშნო, როცა ის რომ იოანეს სინელი ამბობს დანიელ რაიფელი ერთ-ერთი ძმას, სულიერ ძმას, რომელიც მივიდა მასთან სათხოვნელად, რომ სიძვის ეშმაკის ბრძოლა განეშორებია მისთვის, როგორ დააყენა მის გვერდით, როგორ ილოცა და როგორ ყველას თვალწინ, როგორ განეშორა ესე იგი სიძვის ეშმაკი ძმას, რომელიც საერთოდ დიდი სიმყუდროვით და დიდი სიწმინდით გაატარა მომავალი თავისი ცხოვრება. დანიელ რაიფელი აღნიშნავს იმასაც, რომ ერთხელ, როდესაც წმინდა იოანეს სინელი გახდა სინასწრის მამასახლისი წინამძღვარი, ერთ-ერთ დღით დღესასწაულზე მოსულან რამოდენიმე ძალიან დიდი რაოდენობა მომლოცველებისა, 500-ზე მეტი და იძულებული გამხდარა მონასტერი, რომ მათთვის გაემართა ტრაპეზი, დიდი ტრაპეზი, რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ტრაპეზს ახლდა ძალიან ბევრი უცხო ადამიანების ყოფნა და ერთ-ერთი ყველაზე გასაკვირი, რაც მემა შეამჩნიეს, ეს იყო, რომ თეთრ სამოსში შემოსილი მოხუცი ებრაულ სამოსს გავდა ეს შესამოსელი, ემსახურებოდა ტრაპეზს. ძალიან გულმოდგინეთა და ძალიან ისეთი დიდი სიყვარულით. და ვერავინ ვერ იკედრა თავიდან, რომ ეკითხა, ვინ იყო ეს ადამიანი. და როდესაც ტრაპეზი დამთავრდა, ვერსად ვერ იპოვეს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ტრაპეზის მომსახურება არ იყო ეს ჩვეულებრივ სხვა ადამიანისათვის ხელმიუწვდომელი იყო და როცა ამის გამოძიება დაიწყეს და ამის ესე იგი დიდი ესე იგი ჯოლობისაგან გაიხადეს, იოანეს სინელმა უთხრა, რომ ეს იყო თვითონ მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც ესე იგი ემსახურებოდა მათ და მან გაამხნევა ისინი და უთხრა, რომ მოსეო არა მარტო დღეს გვემსახურებოდა ჩვენ, არამედ ყოველთვის ჩვენთან არის და ყოველთვის ესე იგი მოძღვრავს და ზრუნავს ჩვენი სულიერი წარმატებისათვის. აი ესეთი დიდი ხედვისა და სულიერების იყო წმინდა იოანეს სინელი, როგორც აღნიშნეთ, მისი წიგნები კი გახდა საერთოდ იმდენად ყველასათვის საინტერესო, რომ
ასეთი აზრიც არსებობს, რომ სახარების შემდეგ ბერებისათვის ეს წიგნი ითვლება ერთ-ერთ უპირველეს წიგნად სულიერ ხელმძღვანელობისათვის. თვითონ წიგნი იოანეს სინელისა კიბის აღწერა დაწერილია რაიფის მონასტრის წინამძღვრის იოანე რაიფელის თხოვნით, რომელიც წერს მას წერილს, რომ აქვს თხოვნა, რომ მან დაწეროს ისეთი წიგნი თავისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ეს წიგნი გახდება სახელმძღვანელო ყველა ახალდამწყები თუ უკვე ძალიან ხანძლები მოღვაწე ბერისათვის. და ეს წიგნიც იწერება დიდი თამდავლობით, დიდი სიყვარულით, დიდი ზრუნვით ყველა მოღვაწეზე და არა მარტო იმ ეპოქისათვის, თქვენ იცით, რომ დღესაც ეს წიგნი იქნება ყოველთვის ალბათ აქტუალური. განსაკუთრებით მე მინდა აღნიშნო, რომ ეს წიგნი არის ახლოს ძალიან ქართულ ხასიათთან და ეს არის ამაზე არის გასამახვილებელი ყურადღება. საერთოდ ყველა ერს აქვს თავისებური ხასიათი და თავისებური ნიჭი და ტალანტი. ამიტომ ჩვენი ხასიათთან ძალიან ახლოს არის იოანეს სინელის წიგნი. ამაზე მიუთითებს ის, რომ ის ძველ საქართველოში 4-ჯერ არის თარგმნილი. მეხუთეჯერ უკვე ეს ითარგმნა ჩვენს დროში ახალ ქართულად და ეს არის ძალიან დიდი ციფრი, რომ ისე 5-ჯერ არის წიგნი თარგმნილი. ეს არ არის პატარა ციფრი, რომ 5-ჯერ ერთ და იგივე წიგნი თარგმნეს ქართველებმა. ერთი მათგანი მე მინდა აღნიშნო, არის ძველად თარგმნილი ლექსად, რომ ყველა უბრალო ადამიანს ლექსის სახით ესწავლა ესე იგი ეს წიგნი. და დღეს შეიძლება ხო ვინმეს ეს წარმოიდგინოს ძალიან უცნაურად, რომ როგორ შეიძლება თელი წიგნი ლექსად ისწავლოს, მაგრამ თქვენ იცით, რომ ადამიანები როცა ადრე არ უყურებდნენ ტელევიზორს, კომპიუტერს, რადიოს, მათი გონება იყო უფრო დამტევი ინფორმაციის, უფრო სხარტი, უფრო ესე იგი აღქმელი, მით უმეტეს ისეთი საინტერესო ლიტერატურისა, რაც ეხებოდა ფასეულისა, რაც ეხებოდა სახარებას, წმინდა მამათა ნაშრომებს. მე თვითონ ვარ მოსწრებული ჩემი ბების, დედის განსაკუთრებულ, ესე იგი, მართლა მათი თაობისათვის დამახასიათებელ ნიჭს, რომ რამდენი მათ ლექსები თუ ესე იგი, რამდენი მე თანამედროვე დროში იშვიათად ხვდები ასეთ ადამიანებს და ამიტომაც როგორც ვარაუდობენ ეს ლექსად დაწერილი იოანეს სინელის თარგმანი ქართულად ხალხში იყო გავრცელებული, როგორც ესე იგი საზეპირო რაღაც და მოსწრებული შესაბამისი, ესე იგი სიტუაციისათვის მოსახმარად ძალიან საინტერესოდ. რამე თუ ეს სწავლება, რაც იოანეს სინელი თავის წიგნში გადმოცემს, რა თქმა უნდა, მთელი ერის ცხოვრების სიბრძნეში იყო გაფანტული, ყოველდღიური ცხოვრებაში იყო გაფანტული და მე როდესაც აი ამ წიგნს კითხულობდი და სწავლობდი თვითონ და გარკვეული დრო დაუთმე ამ წიგნის შესწავლას, დავწმუნდი, რომ ბევრი ანდაზები, ბევრი გამოთქმები, ბევრი ჩვენი მწერლების ნაშრომები ეღრმობა აი ამ სიბრძნეს, რაც იოანეს სინელის წიგნში არის გადმოცემული და ძალიან საინტერესო, ძალიან იოლად და ძალიან ლამაზად მიაქვს ზოგჯერ მკითხველისათვის დასამახსოვრებლად და ამით შეიძლება ითქვას ძალიან კარგად, ფარულად შეიძლება ითქვას ახდენს ძალიან კარგ გავლენას მკითხველსა და რა თქმა უნდა დღევანდელ მკითხველზეც. მე მინდა განსაკუთრებით იოანეს სინელთან დაკავშირებით აღნიშნო იმის შესახებ, რომ ეს მოღვაწე და თვითონ ეპოქა ამ მე-6-მე-7 საუკუნეებში განეკუთვნება იმ დროს, როდესაც მოღვაწეობენ აბა დოროთე, მარკუს განშორებული. ეს არის ტიპი მოღვაწეებისა და საეკლესიო მწერლებისა, რომელთა ნაშრომები არის განსაკუთრებით რაფინირებული, ყველა ისეთი ესე იგი დეტალებისაგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაღაც ხიბლის მაგვარი, ესე იგი არასწორი თუ არაზომიერი, სულიერი განზრახვა მოღვაწისა თუ მკითხველისა. ეს არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი და ამიტომაც მინდა ვთქვა, რომ დამწყები ადამიანისათვის და არა მარტო დამწყებისთვის, საერთოდ მთელი იმის განმავლობაში აი ამ წიგნების კითხვა, იოანეს სინელის
სათნოების კიბის, აბადოროტის სწავლანი, მარკუს განშორებული არის ძალიან სასარგებლო და შეიძლება ვთქვათ უსაფრთხო ყველასთვის, ვინც ამ წიგნებს კითხულობს. რამე თუ როგორც გითხარით, ამ წიგნებში ისე არის სულიერი სწავლება განმოცემული, რომ მთელი ესე იგი ცოდნა განმოცემულია იმ სახით, რომ ადამიანმა თავი თვითკრიტიკისკენ, თვით აღზრდისკენ მიმართოს ეს ცოდნა და არასხვისი განკიქებისა, ან არარეალური და მისი იმდროინდელი სულიერი მდგომარეობის შეუსაბამო განზრახვების წამოწყებისათვის. მე ახლა რა თქმა უნდა უდიდესი სიმაღლის მამები არიან ანტონი დიდი, მაგარი ეგვიპტელი, ისააკ ასური, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, მაგრამ ეს იმდენად დიდი და სულიერი სიმაღლის მამებია და ისეთი შრომები აქვთ ამ დიდ მამებს, რომ მათი წაკითხვა გარკვეული მომზადების გარეშე ფაქტიურად და გაგება შეუძლებელია. რამე თუ კალკირება მათი სწავლებისა და ცხოვრებაში გადმოტანისა პირდაპირ, ესე იგი შეიძლება გამოიწვიოს ეგარი დაზიანებაც კი სულიერი მოღვაწის. მე ამის მომცრება თვითონ 90-იან წლებში, როდესაც ანტონი დიდის ცხოვრება სწავლებები გამოიცა, მე მახსოვს ჩვენი თაობის დამწყები საეკლესიო ესე იგი მოღვაწენი თუ იერარქებიც მათ შორის როგორც კი გვიჭირდა და როგორ რთული იყო რეალურად ზომის და საზომის დადება იმისა, თუ როგორ რა მოღვაწეობის ფორმა, როგორი სახით ესე იგი გაგვეხორციელებია ჩვენ ცხოვრებაში. გარდა ამისა, მე რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა აღნიშნო მისი აღსასრულის შესახებ, თუ როგორი აღესრულა წმინდა იოანეს სინელი. და საინტერესოა, რომ ძალიან დიდი ხანის არ ყოფილა სინასხლის მამასახლის წინამძღვარი. სულ 4 წელი იყო, მაგრამ ეს 4 წელი იმდენად დიდის მომცველი და იმდენად ბევრის მომცემი იყო ყველასათვის, რომ ის დარჩა, ესე ვთქვათ, ძალიან მთელი ეპოქა შეიქმნა მისი ცხოვრებით, ამ 4 წლით. როგორც მისი ცხოვრების აღწერელი აღწერს დანიელ რაიფელი, იყო ასეთი შემთხვევაც, რომ როგორც ყველა მოღვაწეს ახასიათებს ასეთი განსაცდელები, მას ბრალდებდნენ, ესე იგი, რომ ის იყო რაღაც ლამაზად მოლაპარაკე, ხალხის ყურადღების მიმყრობი, მაგრამ ესე იგი რეალური და შეიძლება ითქვას არსებრივი მას თითქოს არაფერი გააჩნდა სულიერი. ასეთი ბრალდებაც კი გადაუტანია ამ დიდ წინვა მამას და მისი ცხოვრების აღწერილი ამას, რომ ისო რომ მას ეჩვენებია, რომ მას არანაირი ამ სწავლის გადმოცემა არ უფიქრია თვით განდიდების, 2 წელი საერთოდ დადუმდაო და მანამდე არ მოუღია უხმაო, სანამ თვითონ ვინც ცილი დასწამა და ბრალდებდა, სანამ ისინი თვითონ არ ეხვეწებოდნენ, რომ ესე იგი შენდობა ეთხოვოდა, ისევ დაეწყო მათი სწავლა. იმდენად ესე იგი მტკიცე იყო წმინდა იოანეს სინელი თავის სულიერ ცხოვრებაში. იოანეს სინელი აღესრულა დაახლოებით 647 წელს მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც მისი ცხოვრებიდან გებულობთ, გარდაიცვალა მის ძმაზე ადრე და მისი ძმა გიორგიო ძალიან დასწიროდა მას და ეუბნებოდა, რომ ესე იგი რომ შანდგომელი ყოფილიყო მისთვის და იოანეს სინელმა უთხრა ასევე, რომ თუ რაიმე კადნიერება მოვიგე უფლის წინაშე და მოიპოვე ცხონება, აუცილებლად შევევედრები ღმერთს, რომ 1 წელიც არ გავიდეს, რომ შენ ჩემთან ერთად იყო უფალთანო და მართლაც 10 თვე არ იყო გასული, რომ წმინდა გიორგიმაც მიაბარა თავისი სული ღმერთს. როგორც გითხარით, იოანეს სინელის წიგნი სათნოების კიბის აღწერა თარგმნილია ახალ ქართულად. მე მინდა განსაკუთრებით, ესე იგი, რამოდენიმე წარმოგიდგინოთ ამ წიგნის ღირსება. როგორც გითხარით, 30 სათნოების კიბია აღწერილი. შეიძლება ამის აღწერა მთლიანად ძალიან გაგვიჭირდეს ერთ პატარა გადაცემაში. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ
ყველა მკითხველისათვის, ყველა მსმენელისათვის და ამ წიგნის მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმ 8 მომაკვდინებელ ნებასთან ბრძოლის ხერხების შესახებ, რაც მე ვფიქრობ ყველაზე უფრო აუცილებელია ყველა ქრისტიანმა იცოდეს. თქვენ იცით რომ არსებობს 8 მომაკვდინებელი ნება, ესე ნება არის იგივე როგორც სულის ავადმყოფობა, როგორც არსებობს რაღაც სხეულის ავადმყოფობა, ისე არსებობს სულის ავადმყოფობა, რომელი 8 მომაკვდინებელ ნებასაც წმინდა მამები ადარებდნენ რაღაც 8 გველს, რაღაც მოროტებას, რომელიც მთელი საზოგადოებრივი ცხოვრების მომწამლელები არიან, შეიძლება ითქვას, რომელსაც შეუძლია ყველანაირად, ესე იგი, ავნოს ადამიანს, გახადოს მისი პირადი ცხოვრება უბედური, გამოიწვიოს საზოგადოებაში ერთგვარი სიმძიმე, უნდობლობა, შფოთი, ყველგვარი უკეთურება, რაც შეიძლება ითქვას არის ყველაზე უფრო შეიძლება თქვა არსობრივი მიზეზი ყოველგვარი უბედურებისა ადამიანთა თუ ერებისა. ამათგან თქვენ იცით რომ ამ მომაკვდინებელ ნებებს მიეკუთვნება რა? პირველში ნაყროვანება, მეორე სიძვა, მესამე ვერცხლის მოყვარება, მეოთხე მრისხანება, მეხუთე მოწყენილობა, მეექვსე მწუხარება, მეშვიდე დიდების მოყვარება და მერვე ამპარტანება. ზოგადად ერთი წმინდა მამა ამბობს არა 8-ს, არამედ 7-ს. 7 მომაკვდინებელ ნებას, იმიტომ რომ თქვენ შეხვდებით ამას ზოგიერთ წმინდა მამის თხრობაში, მაგრამ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ზოგიერთი წმინდა მამა მე-7 და მე-8-ს დიდების მოყვარებასა და ამპარტანებას აერთიანებს ერთმანეთთან. რამე თუ ისინი ამბობენ, რომ დიდების მოყვარეობა ისე განსხვავდება ამპარტანებისაგან, როგორც პატარა ბიჭი განსხვავდება დიდი კაცისაგან. ესე იგი ერთი ბუნებისანი არიან, მაგრამ ერთი პატარაა, მეორე უკვე ჩამოყალიბებული და სრულყოფილი თავის ბუნებაში. მე მინდა ორიოდე სიტყვით ამ ნებების შესახებაც მოგითხროთ, თუ როგორ ასწავლის წმინდა იოანე სინელი ამ 8 მომაკვდინებელ ნების შესახებ და მათგან რა თქმა უნდა არის ნაყროვანება პირველი და არ არის შემთხვევითი, რომ არის პირველი, რამე თუ ნაყროვანება არის როგორც წმინდა მამები ამბობენ სათავე ძალიან ბევრი ცოდვისა. თვითონ ამ 8 ნებასაც იოანე სინელის და სხვა წმინდა მამები კვეცავენ ასე, რომ გემოთ მოყვარება, დიდების მოყვარება და ვერცხლის მოყვარება. აი ეს 3 წარმოშობს ამ 8-ს და 8 წარმოშობს ყველა ცოდვას, რაც კი ადამიანში იბადება. ამიტომ ნაყროვანება, როგორც თვითონ იოანე სინელი ამბობს, ნაყროვანებით დაეცა ადამი, რომ მან ესე იგი პირველად იხილა და დაარღვია მცნება მარხვა უფლისაგან დაწესებული. ამიტომაც ნაყროვანება ეს არის ცოდვა, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე უფრო მეტად ადამიანს ბუნებაც შეეწევა მას, რამე თუ ყველა ადამიანი შეიძლება საჭმელი და ამიტომაც ესე იგი ბევრი ცოდვის დასაბამი ხდება. თქვენ იცით, რომ ქრისტიანები განსაკუთრებულად უნდა იყვნენ ამის მიმართ გაწაფულები, რამე თუ მარხვა და ლოცვა ზუსტად იმიტომაც არის დაწესებული, რომ მარხვის პირველი ყველაზე დიდი ფორმა ესმა საკვებისგან თავშეკავება და ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი მოერევა თავის მუცელს. თუმცა წმინდა იოანე სინელი ამბობს, რომ მე არ მინახეო ადამიანი, რომელიც საბოლოოდ მოერია მუცელს. დიდი ვეშაპია მუცელი, ამბობს იოანე სინელი. რამე თუ სიკვდილის ბოლომდეც კი უჭირს ბევრ მოღვაწეს, რომ მასზე მორებო. რამე თუ ბუნება შეეწევა მას, ბუნებრივი მოთხოვნა შეეწევა მას. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი მოღვაწეობის ფორმა უნდა წარიმართოს იმისკენ, რომ ესე იგი დავიცვათ მარხვა კარგად, თავშეკავებული იყოს ჭამაში. თქვენ იცით, რომ ჩვენი ერისათვის და ჩვენი ხასიათისათვის ყველაზე დიდი განსაცდელი ერთ-ერთი არის ნაყროვანება, ხორმუცელობა, რომელიც ზოგიერთ ცრუ და ზედმეტად დამახინჯებულ ტრადიციებშია გამოხატული, რომ თითქოს ძალიან ბევრი ღვინო უნდა სვა, ბევრი საჭმელი უნდა ჭამა და რა თქმა უნდა აი ამიდან გამომდინარე, ესე იგი ჩვენთვის ეს ხდება საცდური, ზოგიერთ სტუმართმოყვარეობის
მიზეზით, ზოგჯერ კიდევ შეიძლება ითქვას თვითონ გემოთმოყარეობის მიზეზით ადამიანი ესე იგი მარხვის პერიოდშიც კი იგონებს ათასნაირ რაღაც ისეთ საკვებს, ისეთ საჭმელს, რომელიც არის თავს იტყვიებს ერთგვარად. ეხლა ჩვენც შეიძლება ითქვას მოძღვრები ძალიან მკაცრად არ ვექცევით ახალ მოსულებს. და იქ ადამიანები იგონებენ სამარხო ნამცხვარს, იგონებენ რაღაც სამარხო რაღაცებს. მაგრამ აი ეს არის შეცდომა. რატო არის ახლა ეს შეცდომა? იმიტომ რომ სამარხო საჭმელი თვითონ უნდა იყოს უბრალო და თვითონ შინაარსი მარხვისა ჩადებული ასე რომ სამარხო საჭმელის მომზადება უნდა იყოს ადვილმოსამზადებელი, უბრალო, არც ისე ფასეული არ უნდა იყოს და აი ეს დრო, რომელიც მის მომზადებაში ადამიანს შეიძლება ითქვას დაზოგა დრო, უნდა იყოს რაღაც სიკეთეში გამოყენებული და არა რაღაც ტელევიზორის და სერიალების ყურებაში. არც დაუშვათ ფასი, რომელიც მან დაზოგა უფრო უბრალო საჭმელის მიღებაში, რაღაც კიდევ სხვა სიამოვნებების მიღებაში კი არის მოწყალების გაცემაში უნდა იყოს დაღებული. გარდა ამისა, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ თავიდან შეიძლება ესე იგი ყველაფერი ერთად მან ვერ დაალაგოს და ვერ ისწავლოს, მაგრამ აუცილებლად ის თავისი სინდისის დახმარებით, როგორც ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, სულიერ მოღვაწეობაში ძალიან შეესწევა ადამიანს სინდისი, ნელ-ნელა ის გამოიმუშავებს ძალიან დიდ კულტურას მარხვის. მარხვა არის ძალიან დიდი კულტურა კვების და საერთოდ ცხოვრების. ამიტომ მაგალითად აი როდესაც ადამიანს მაწუხებს ამ ხრივ ნაყროვანების ნება, მან ჯერ თავის თავს უნდა აუგზავნოს ძალიან მსუყე საჭმელის ჭამა. რაღაც ჯერ ერთს უნდა მოერდოს მსუყე საჭმელს. მერე შეუძლია დაუშვათ მოერიოს ხურვალის საჭმელს, რომელიც რაღაც განხურვებას იწყებს სხეულისას. ამიტომ თქვენ იცით რომ მარტო მცენარეული თუ ცხოველური წარმოშობის მიხედვით კი არ არის მარხვის საჭმელი და პროდუქტი შერჩეული, არამედ მისი ამ საკვების თვისებისა და ბუნების მიხედვითაა შერჩეული. იმიტომ რომ იცით თქვენ რომ არსებობს მცენარეული წარმოშობის საკვებებიც, რომლებიც იწვევს ნებათა ღელვას, აღძრას ხორცისას და რა თქმა უნდა მავნებელია და მათ შორის იცით თქვენ რომ ღვინო ან შეიძლება ითქვას მწარე ან მჟავე საჭმელები ან შეიძლება ითქვას ისეთი საჭმელები, რომლებიც ესე იგი გაიწვევენ განხურვებას სხეულից. აი მეორეჯერ თუ პირველად აიგზავნოს ადამიანი ძალიან მსუყე საჭმელის მიღებას, მეორეჯერ უნდა აიგზავნოს დაუშვათ უნდა მიაღწიოს იმას, რომ აიგზავნოს ესე იგი ხურვალი საჭმელები. მესამე ეტაპი შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მაგალითად გემრიელი საჭმელების ძალიან თავის შეკავება. ან ის ცოტა შეჭამოს, ან საერთოდ არ შეჭამოს კი ძალიან გემრიელი საჭმელი. აი ასეთი ეტაპები არსებობს. რა თქმა უნდა, ბერული მოღვაწეობის და უფრო დიდი ღვაწლის მქონე ადამიანების მოღვაწეობისათვის ეს უფრო შეიძლება ითქვას კონკრეტულ ძალიან სახესღებულობს და თავისებური ეტაპები აქვს. საერო იმაშიც მე ვფიქრობ, რომ ყველას თავისების ზომისა და შესაბამისად შეუძლია დაიცვას ასეთი მარხვა და ასეთი წესი საჭმლის მიღების. რა თქმა უნდა, ისიც შეცდომა იქნება, რომ ადამიანმა ესე სამარხო საჭმელი ძალიან ბევრი შეჭამოს. ესეც არის ერთგვარი და საერთოდ ბევრი ჭამა არ არის სასარგებლო ადამიანისათვის, რამე თუ იწვევს რაც უფრო მეტია ორგანიზმში საკვები, მით უფრო ძნელად მოსანელებელია ის და რა თქმა უნდა მეტი შანსი აქვს ადამიანს და შესაძლოა რომ დაავადდეს რაღაც ესე იგი ავადმყოფობით, ზედმეტი წონით, ცხიმოვანი გამონაზრდებით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც ივანე სინელი ამბობს, მოღვაწეო, ბერიცო და ადამიანიცო, სულ ესე იგი მას კუჭი სულ მუცელი უნდა ქონდეს ესე იგი დამორჩილებული და ასე იგი ნაყროვანი და გამძღარი კი არ უნდა იყოს, არამედ მას უნდა ქონდეს ესე იგი თავი მოთოკილი. რა თქმა უნდა, ჩვენი ერისათვის კიდევ ამბობ რომ არის დამახასიათებელი ეს და არის ძალიან სენი რო იტყვიან ღვინისმა და სხვა საჭმელების ძალიან მიღება, რომელიც ვამბობთ რომ არის ძალიან საშიში ვფიქრობ პირდაპირ საშიშია შეიძლება თუ თელი ერისათვის ზედმეტი ღვინისმენი. ამიტომ ეს
შეიძლება როგორც ვამბობთ იყოს ესე იგი სასულიერო მოღვაწისათვისაც ყველასთვის რამე თუ არ შეიძლება და ყოველად მიუღებელია ქრისტიანის დათრობა რაღაც განსხვავებული სასმისებისმა 2 ლიტრიანი თუ რაღაც ყანწების თუ ვაზების მიღება ზოგიერთ ხდება ასეთი რამე იოანეს სინელიც აღნიშნავს რომ ზოგიერთი მოხუცი ბერიო აძალებსო ახალგაზრდას მიიღოს და დალიოს და გაიხსნილოსო მაგრამ მე ვფიქრობ რომ არაფრით არ შეიძლებაო იმაზე მეტის მიღება და ვიღაცის ხათრით რაღაცის მიღებაო თუ ესე იგი ეს შენი სულისათვის არის აზიანო და თუ იციო რომ ეს ადამიანიო თვითონ არის მოღვაწე და თვითონ არის ესე იგი სულიერი ადამიანიო შეიძლება მისი ხათრითო ცირედით მაინც გაიხსნილო მაგრამ თუ იციო რომ თვითონ არის ნაყროვანი და თვითონ არის ხორმუცელო მაშინო შეიძლება რომ პირდაპირ ესე იგი ვარი უთხრა მას და რა თქმა უნდა შეცდომა იქნება ზოგიერთ ხდება ასეც რომ ზოგიერთი ეუბნება რომ მე გაკურთხებ ესე იგი მე ვიღებ ჩემ თავზე და შენ ჭამე მე და დალია შენ ესეთი ესგენი არის აბსოლუტურად დიდი შეცდომა სულიერი ცხოვრებისათვის და დამღუპველი ესეთი ადამიანი იღუპავს საკუთარ თავსაც და ღუპავს იმას ვინც მას უჯერეს რა თქმა უნდა ერთი გადაცემის განმავლობაში ძალიან ძნელია 8 მომაკვდინებაზე საუბარი ამიტომ ჩვენ დღეს ამით შემოვიფარგლებით მე მინდა რამოდენიმე სიტყვით მოგახსენოთ დღევანდელი სახარების შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა ემთხვევა ამ თემას, მოღვაწეობისა და მარხვისა და ლოცვის თემას, რომელიც ძალიან საინტერესოდ არის ერთ-ერთ შემთხვევაში აღწერილი წმინდა მარკოს მოციქულის მიერ და რას ვკითხულობ სახარებაში. მარკოს მოციქულის სახარების მე-9 თავის მე-17 მოხში ოთხრობილია ასეთი ამბავი. და ვინმე ეგო მას ერისაგანმა და რქვა მოძღვარ მოვიყვანე ძე ჩემი შენ და რომლისა თანა არ სული უტყვებისა და სადაც დააპყრის იგი დააკვეთის და პეროინ და იղჭენ კბილთადან განხმებიან და უთხარ მოწაფეთა შენთან რაითანცა განკუნო და ვერ შეუძლეს ესე იგი მაცხოვართან როგორც წმინდა წერილის კომენტატორები აღნიშნავენ და თვითონ სახარების ტყობიდანაც ჩანს აი ეს სასწაული, რასაც ავასრულებს მაცხოვარი, რომელსაც განუკურნავს ერთ-ერთ ადამიანს ძეს, ხდება ფერიცვალების შემდეგ, როცა მთიდან დაეშვება თაბორის მთიდან მაცხოვარი და მასთან მოყავს ერთ-ერთ ადამიანს შვილი, რომელიც იყო შეყრული სული და უტყვებისაით და რომელსაც იგი დრო და დრო დასცემდა რომელიც ყვიროდა, კბილებს იղჭენდა, ქაფი მოსდიოდა პირიდან, როგორც ახალ ქართულად რო ვთქვა და ესე იგი ზოგჯერ ესე იგი შეეძლო მის ან წყალში ჩაეგდო ან რაღაც ესე იგი სიკვდილის ნამდვილად მიყავდა ისეთ ესე კრუნჩხვებითა და ამით ესე იგი შეურაცხყოფდა და ტანჯავდა აი ამ ძეს ერთ-ერთი ადამიანის და წარმოგიდგენთ ამ ტკივილი რა ესე იგი მწუხარებაში იყო ეს ადამიანი როგორი ესე იგი სასოწარკვეთამდე იყო მისული ეს ადამიანი და მიუგო იესო და რქვა ესე იგი თან ჩანს რომ მეუყვანეო შენს მოწაფეებს და როგორც სახარების კომენტატორები ამბობენ სანამ მაცხოვარი იყო თაბორის მთაზე ასული მანამდე სხვა მოციქულები ქვევითელოდებოდნენ და აი მათ მიუყვანა და ესე იგი მათ ვერ განკურნეს ის და ვერ განკურნესო მათ და უფალი ამბობს ნათესავი ურწმუნოი ვიდრემდე ვიყო თქვენთანა ვიდრე თავს ვიდებდე თქვენსა მომგვარეთ მე გიახ ესე იგი უფალი პირველ რიგში ასახელებს ესე იგი მიზეზად ურწმუნოებას ცირედ მორწმუნოებას და ესე იგი ამბობს რომ ой ნათესავი ურწმუნო ვიდრემდე ვიყო თქვენთანა ვიდრემდე თავს ვიდო თქვენი ესე იგი უსულურება და თქვენი ურწმუნოება ზოგიერთი კომენტატორი აღნიშნავს რომ ამითო ისო მოციქულებსაც კი საყვედურობდა მათ ცირედ მორწმუნოებას მაგრამ უმრავლესობა ამბობს რომ ზოგადად ებრაელთა ურწმუნოებასა და ესე იგი მათ გამიწვეურებას რწმენისას და მოგვარეს იგი მას და იხილა რა იგი მეხსეულად სულ მან არაწმინდა მან დააკვეთა იგი და რა ეცა ქვეყანას და გორვიდა და პეროდა და კითხა იესო მამას ამისა რაოდენ ჟამ არს ვინადგან შემთხვა ესე ხოლო მან თქვა სიყმიდან ესე იგი როგორც კი მომიყვანეთ აქ ამბობს უფალი და როგორც კი მიუყვანეს მას ეს ავადმყოფი
ეშპაგის შეპყრობილი შვილი ადამიანისა, ესე იგი როგორც კი დაინახა ეშპაგმა მაცხოვარი, მის წინაშე როგორც კი წარდგა, უცებ დასცა ეს ყმა, ეს ახალგაზრდა და ესე იგი ქაფი მოსდიოდა, ყვიროდა, გორავდა, ესე იგი და კრუნჩხები მოსდიოდა მას. და კითხაო მაცხოვარმა ესე იგი ამ კაცს, რაოდენი ჟამი არის, რამდენი ხანია რომ მას ეს სჯერს. და რა თქმა უნდა, მან ყველაფერი კარგად იცოდა და ყოველი მცოდნეა უფალი, მაგრამ რომ ყველას მოესმინა, ყველას გაეგონა, რომ ეს არის სიყრმიდან ასეთ, ბავშვობიდან, ესე იგი, მას ჭირს ეს ავადმყოფობა და რომ ეშმაკი მასში ასეთ ტანჯველად, ესე იგი, მოქმედებს. მრავალზის ცეცხლსა ჩთააგდო ეგ და წყალსა, რაითამცა წარწმინდოს ეგი, არამედ რაი ძალგიც შემეწიე ჩვენ უფალო და წყალო ბაყავ ჩვენთვის. ნახეთ რა შეუნება მამა, რომ ესე მრავალზის ჩააგდო ცეცხლშიო, მრავალზის ჩააგდო წყალშიო, ესე მწყემსა ჩვენ ამას ვარ მოკლას, ვარ მოგდეს და ესე იგი თუ რაიმე შეგიძლია უფალო, შეგვეწიე ჩვენო, ეუნება ესე იგი ეს ადამიანი. ხოლო იესო რქვა მას, უკვე თუ ძალგით წმუნებად, ყოველივე შესაძლებელი არის მორწმუნის. და ნახეთ ესე იგი როგორ პასუხობს უფალი. სხვა მახარებელთან არის კიდე რომ უფალი ესე იგი ამბობს რომ ესე იგი შენ ფიქრობ რომ მე შემიძლია ესე იგი ეჭვი შეგაგშო შენ ჩემი მაშინ რომ ესე იგი მე შემიძლია თუ არა განკურნება. ესე იგი ნახეთ როგორ ეუნება ეს თუ რაიმე შეგიძლია და უფალი და ასე ფიქრობ რომ მე შემიძლია თუ ესე იგი შენ არიცი ჩემი ძალის შესახებ და თუ შენ ირწმუნებ მორწმუნისათვის ყველაფერი არის შესაძლებელი ეუნება უფალი. და მეოხსეულად ხმაყო მამამა მისამა და რქვა ცრემლი წამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასა ჩემს. და იმდენად ძაფრე ამ ადამიანში, ამ მამაში სიყვარული თავის შვილის მიმართ, განკურნების სურვილი, რომ ესე იგი გულწრფელად ეუნება და ხმამაღლა უცებ რომ და ცრემლით წამს უფალო შემეწიე ურწმუნოებასა ჩემს და რამდენად სინდისიერია ეს ადამიანი. ეუნება რომ თუ წამს უფალო ეუნება ეს პასუხი წამს უფალო და მე ხედავს თავის თავში რომ მცირეა მისი წმენა და უნება რაღაც შესანიშნავ სიტყვებს. შეეწიე ურწმუნოებასა ჩემს. მე ვფიქრობ რომ ჩვენი თაობისათვის და ჩვენი თანამედროვეთათვის ყველაზე უფრო საჭირო სიტყვებს ამბობს ეს მამა, რომ შეეწიე უფალო ურწმუნოებასა ჩვენს. რომ თქვენ იცით რომ დოგვის მართლის ოდენად წმენა რო ქონდეთ უფალი სხვაგან ამბობს სხვა ადგილას რომ ამ თას ეტყოდით რომ ადიქი და ჩავარდი ზღვაში და ის მოგისმენდა თქვენ. აი, რამდენად მცირეა ჩვენი წმენა. და ვითაცა იხილა იესო რამდო შეკრბოდა ერი მის ზედა, შერისხა სულსა მას და რქვა, უტყსა და ყუსსა სულსა, მე გიბძანებ შენ განვეთ მაგისაგან ნუღარა შეხვალ მაგის. და როცა ნახა უფალმა რომ აქ დიალოგი გაიმართა, ხალხი იკრიბება და რა თქმა უნდა ის ერიდებოდა ყოველთვის ესეთი ხალხმრავლობასა და მის გარშემო შეკრებას უსარგებლოდ და ამიტომ მამაღლა მიმართა ყრუ ეშმაკს, რომელიც ამ ახალგაზრდა კაცში იყო შესული და უთხრა მე გიბძანებ შენ განვედ მისგან და ნუღარა შეხვალ მის. და უთხრა რომ განვედ მისგან და უბძანა ამ ეშმაკს რომ დაეტოვებია ეს ახალგაზრდა კაცი. და ღაღატყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან და იქნა იგი ვითაცა მკვდარი, ვით არვენ მრავალნი იტყოდნენ, ვით არვენ მოკვდა. და რა თქმა უნდა ეშმაკმა ასე ადვილად და ასე უცებ კი არ გავიდა, არამედ დასცა ეს ქვევით, ყვიროდა, ესე იგი იղჭენდა რაღაც ტკივილებთან იყო ეს ეშმაკის გამოსვლა მასთან დაკავშირებული და ესე იგი როცა ის გავიდა, ისე დაეცა უსულო და გაუნძრევლად, რომ ბევრი ფიქრობდა, რომ მოკვდა კიდევაც. ხოლო იესო უპრა ხელი მას და აღადგინა იგი და აღდგა. ხოლო უფალი მივიდა თვითონ და მოკიდა ხელი და ააყენა ეს და ისიც აღდგა. და ვითარცა შევიდა იესოს სახით მოწაფეთა მის და თვისაგან კითხეს მას, რაით ჩვენ ვერ შევძლით განძეებად მასა? ხოლო თავად მან თქვა მათ, ესე ნათესავი ვერ შესაძლებელი არის განსვლად გარნა ლოცვითა და მარხვითა. ესე იგი, როდესაც ეს სასწაული მოახდინა უფალმა, მოციქულები მივიდნენ დაინტერესებული და უთხრეს, რომ ჩვენ რატო ვერ გავაკეთეთ, ჩვენ რატო ვერ გამკურნეთ, რატო ვერ გამდენვით ეს ეშმაკი ამ ახალგაზრდა კაცისაგან. და უფალი ეუნება, რომ ესე ნათესავი, ეს სახეობა ეშმაკის. და თქვენ იცით, რომ ეშმაკებშიც არის რაღაც იერარქია და გარკვეული ძალისა და სისუსტის მქონე ეშმაკები. რომ ესე იგი, ესე ნათესავი, ეს
განსაკუთრებული იგი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით თუ განიდევნება ადამიანისგან. ესე იგი, ნახეთ რამხელა მკურნალობითი მნიშვნელობა აქვს მარხვასა და ლოცვას. რამხელა დიდი კულტურა, რამხელა მკურნალობის მიზეზია მარხვა და ლოცვა ადამიანისათვის. და მიერ განვიდეს და წარმოვლიდეს გალილეას და არა უნდა რაითანცა აგზნავინ. რამე თუ ასწავდა მოწაფეთათვისა და ეტყოდა მათ, რამ ძეკაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა და მოკლანიგი და მორავი მოგდეს მესამესა დღესა აღდგეს. და რა თქმა უნდა, უფალი ზედმეტად ერიდებოდა ხალხთან ურთიერთობას და როცა გამოვიდნენ, მან უთხრა და გაახსენა კიდევ ერთხელ მოწაფეებს, როცა როგორც სხვა ადგილას სახარებისას ახსენებს, რომ ძეკაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა, ესე იგი ის მიეცემა ადამიანების სამჯავროს, ადამიანების ხელს, რომლებიც მოკლავენ მას, მაგრამ მოერავი მოგდეს, ესე იგი როცა მოგდება ქრისტე, ის აღდგება მესამესა დღეს. აი ამსეთი სწავლებით ამთავრებს უფალი, რომ განამტკიცოს მასში წმენა, განამტკიცოს სწავლება იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ადამიანთა გამოხსნა მეშმაკის ტყვეობისაგან, როგორი წინაპირობები ექნება მას და როგორ არ უნდა შეშინდნენ ისინი და როდესაც ისინი ამას იხილავენ, თუმცა ამის სიღრმეს მოციქულები ვერ წვდებიან მაშინ და თქვენ ნახავთ, რომ ვერ წვდებიან იმ დროსაც, როდესაც ეს აღესრულება იმ მომენტში და ესე იგი მათთვის ეს არის დაფარული, მაგრამ მერე ახსენდებათ უფლის ნათქვამის სიტყვები და მტკიცდებიან წმენაში, რამე თუ ეს არის უდიდესი საიდუმლო, როგორც ჩვენ არაერთჯერ აღნიშნეთ, ჯვარზე აღსრულებული, რომ ქრისტეს სისხლით, ესე იგი მოხდა ადამიანთა ცოდვის გამოსყიდვა და ადამიანის მეშმაკის ტყვეობისაგან დახსნა. როგორც ამბობს პავლე მოციქული, რომ სხვა ეპისტოლეებში თავისა, რომ ნუ აერევით ამ ქვეყანას, ნუ ესე იგი ნუ შეშინდებით, ნუ ესე იგი გაუფასურებთ თქვენ სიცოცხლეს, რამეთუ ფასით ახართ ნაყიდიო, ამბობს პავლე მოციქული და გულისხმობს ქრისტეს სისხლს. ქრისტეს სისხლს, რომელიც აძლევს ფასს, აძლევს ყველაფერს ღირებულებას და აძლევს ყველაფერს უდიდეს მნიშვნელობას და მარადიულ ესე იგი მნიშვნელობას პირველ რიგში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა იოანეს სინალის ლოცვა, რომ ჩვენი სულიერი მოღვაწეობა იყოს უფრო ამაღლებული, უფრო შეგნებული და უფრო შემოქმედებითი. მე დღეს ამით მშვიდობებით ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.